ამას რაც ახლა ამ ნაცები აკეთებენ და რაც როგორი მარგინალიზაცია ხდება ძალიან კარგად ხედავს თვითონ ეს ნაცების კარგად ხედავენ რომ ამათი საქმე ბოდიში და ცოტა იქითკენ არის რა და გამოვიდა ეს ვანო ბახმუტელი ხოდა პირდაპირ მიასხა და მიაყარა ამათ რაც ხარ თქვენო აი მოусმენ ისე ისინი ხდებიან რომ ამათ რომ არაფერი არ გამოუვა და ამათ საქმე რომ ბოდიში და ერთი ადგილისკენ არის აი თვითონ ეს ვანო ბახმუტელი ლაპარაკობს ამას ეს ქართულ ჯიგულად გეტყვის რა ოპოზიციის ლიდერებს რომ გმართავთ რა მიუხედავად იმისა რომ გიცნოთ ბევრს პატივს აქცევთ ეჭე არ მეპარება ერთი წამი თქვენ პატრიოტიზმში თქვენ სიყვარულში ჩვენი სამშობლოს მიმართ თქვენ არ ახართ არაფრის გამკეთებლები დამიჯერეთ რა თქვენ არ ახართ ის რადიკალურები ის რაც დღეს ჩემს სამშობლოს ჭირდება რა პოსტ საბჭოთა სივრცეში ესეთ ოდიოზურ პირებს როგორც არის ივანიშვილი და ესეთ დიქტატორებს ტანცი მანცით სენტიმენტალური რაღაცა პერფორმანსებით ვერ აგდებენ და არ აგდებენ თქვენ უკვე ნენელა უკვე თავისთავად ახდენთ თქვენი თავის მარგინალიზაციას რა ის გზელვადიანი ბრძოლა წეგან იმასაც უსმენდი ვაშაძეს უსმენდი მიუხედავად იმისა რომ გაქვთ წყენები მისასადმი მეც მაქვს ბევრი წყენა მეც ვიცი რომ ბევრი შეცდომები იყო დაშვებული ამ სიტუაციაში ის კაცი თქვენზე მაღლა დგას აი რომ ამობენ ხშირად ოპოზიციას რა ხნას ოპოზიციამ ჯადოსნური ჯოხი ხო არ უჭირავს და ვფიქრობ რომ ჯადოსნური ჯოხი კი იმ კაცს უჭირავს ეხლა იმასაც მეთქვით რომ აი სალომემ რომ შეიწყალო და რომ გამოუშვასო ხო ისე უკან შეად ეგ უფრო უარეს იქნება კოცებისთვის ამიტომ აი მე პირადად როგორც ერთი მოქალაქე ჩვეულებრივი რომელიც თუნდაც თuliდი რომ რაღაც შეცდომები იყო რაღაცა წენა მქონდა მე ამას ხელხას უსვავ თქვენს გადაუშვით ხაზი ჩაბძანით იმ ქალბატონ სალომესთან და უთხარით რომ შეიწყალოს მიშა აი მაშინ დაიწყება ბრძოლა ნუ არ შეგიძლია და უნდა ეს მაბიჯიც უნდა გადადგათ ყველა ნაბიჯი ხომ მოსინჯეთ თქვენი პერფორმანსები ტანცები დისკოტეკებით არაფერი არ გამოგივიდათ ხო პალატკები და რა დადგით პალატკები სამი კენკილა პალატკა რო დადგით ბიჭო მაიდანი გენახთ ამერეთი უკრაინაში როგორი პალატკები იდგა და რამდენი პალატკა იდგა თუ გინდა მე ჩაგიგდეთ ვიდეოს მაგრამ თქვენ არავისგან არ გინდათ ჩემის მოსმენა ან რაღაცის ვიღაცის გამოცდილების გათვალისწინება არ გინდათ ხო და ამიტომ არის მიშა საჭირო ჩაბძანით ეხლა იმ სალომესთან და უთხარით რომ შეიწყალოს დაივიწყეთ ხაზი გადაუშვით ყველაფერს აი ამ წუთისაც სამშობლოა გადასაჭირო ამა ყველაფერი გააიასნა მეგობრებო და სწორი უთხრა რაც თქვენო ხართო ბოდიში მარგინალები ტანცი შმანცი და რაღაცები საქმე ხო და მეტი არიციან ვანო ბახმუტელო შენც კაი ჩამოსხმა ხარ მანდრო ხარ მაგრამ ერთი რამე არის რომ რაც თქვა ისე ერთმანეთს რო ლაპარაკობენ სიმართლეს ლაპარაკობენ ხო არა ისე მაგაში ვეთახმები ისეთებს სიტყვიან ხოლმე ერთმანეთს და ეხლა აი შენ ვერ მოვიფიქრე აი ამის ნათქვამი გავს ეხლა ერთი სკეჩი არის რომ დედა გაქვთ იმასკნილიო აი ზუსტად ეგ არის ეხლა თვის უკან გაკოტრდით ბინა დაკარგეთ სამი თვის უკან სამსახურიც დაკარგეთ ცოლმაც მიგატოვათ მევალეები დაგსდევენ გასაგებია ქალბატონო ეს წარსულში მაგრამ მომავალში არაფერი არ ჩანს კაცს დახედეთ რა დედა გაქვთ რომ მომავალზე ხოდა აი ნაცებო დედა გაქვთ იმასკნილი რასაც ქვია რა მომავალზე ლაპარაკობთ ეხა ვანო ბახმუტელი რომ მიხდება იქიდან უკრაინიდან პირდაპირ გასაგებად გეუბნებით რაც საგაქვთ და როგორ საგაქვთ